უფლება რა სინათლე? ზნეობას ქართველი ერისთვის. ალბათ რა ვიცი, საქართველოს ძალიან ლამაზ გავხდიდი. რას ვინატრებდი და ვერ ფულს ვინატრებდი, დიდი სიამოვნებით არ არის როლება. ალბათ ჩემ მეგობარს გავაცოცხლებ. ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს და ერთი სურვილის ასრულების უფლება რა სინათლეებდი? საღან მარსზე მივდიოდი და ალბათ მარსზე წავიდოდი. მალდივებზე წავიდოდი. რავი, გარდაცვალ ხალხს დავდაებუნებდი უკან. საქართველოს რომ ეშველოს რამე. რა ვიცი, ალბათ ამ ეტაპზე ჩემი ასაკიდან გამომდინარე იმას, რომ მშვიდობა რომ იყოს და ყველანი ჯანმრთელად იყოს. ეს არის ერთადერთი მე მგონი თავარი. რა ვიცი, ჩემი შვილების ჯანმრთელობას. ჩემი საყვარელი ადამიანების გაცოცხლებას. ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ რა სინათლეებდი? $2 მილიონ. და რაში დახარჯებდი? ზუსტად ვიცი რაშიც დავხარჯებ. რავი, ალბათ ვერ ფულს. არაფერს, იმიტომ რომ არ შემისრულდებოდა. ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ და ერთი სურვილის ასრულების უფლება რა სინათლეებდით? რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას. მეც ვისურვებდი, რომ სოფლიოში ყოფილიყოს მშვიდობა. ქალტანს მოვიხატავდი დატოვებით. დატოვა. ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ რა სინათლეებდით? ერთი სურვილის საქართველოს გამთლიანებას. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი იყოს და ბედნიერი. ბევრჯერ ამექნია და ყველა ჩემი სურვილი ამესრულებინა. აი ყველაზე მთავარი სურვილი რა გაქვს? რა ძაღლი მყავდეს. რომელი ძაღლი მყავდა? იორკშტეიერი. გეკოლება. ჩემი ოჯახი რო კარგად იყოს. ხალხს გავაქრობდი. არა, მე მაგას არ ვისურვებდი. ამ მშვიდობას მოკლედ რა, ანუ მშვიდობა რო იყოს ყველგან, მაგას ვისურვებდი ვეპირადე. სიმართლე გითხრა, ნუ არასდროს არ დავფიქრობ მას რაღაცაზე. რადგან არ მჯერა მას რაღაცების. ამ შემთხვევაში, რადგან ეს გამოცდებია წინ, ალბათ გამოცდები შევარებს, ყველა გამოცდის. ასევე თქმა უნდა, გამოცდები გვაქვს ორშაბათიდან. საკაშვილი რო გამოუშვა. კაიროში წასვლას და სოფლიოს საიდუმლოებების ცოდნას. ანუ იმ ბიბლიოთეკაში შესვლა, რომელიც ინახება კაიროს ერთ-ერთ მუზეუმში.